რუსული მედიის მორიგი პროვოკაციული ინფორმაცია რუსული საინფორმაციო სააგენტოების მტკიცებით ჰააგის სასამართლო საქართველოს არჩევს, რომელიც ქართველთა ეთნიკურ წმენდას ეხება არგუმენტების უკმარისობის გამო არსებით განხილვაში აღარ მიიღებს. თბილისში საპირისპიროს ამტკიცებენ, რისთვის დასჭირდა რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელება და რა ეტაპზეა საქმის განხილვა. ზურა ხვისტანი დეტალებით. საქართველოს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 1993-2008 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ. ასე ჰქვია რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს, რომელიც ჰააგის სასამართლოში 12 დეკემბერს შევიდა. საქართველოს რუსეთს ბრალს დებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და მხარდაჭერაში, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეთნიკურ სეგრეგაციასა და ქართველთა მასობრივ დეპორტაციაში. საქართველოს სარჩელში შესულია 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების დამადასტურებელი მასალებიც. საქმის წარმოება უკვე შუალედურ ეტაპზეა და სწორედ ამ დროს რუსულმა მედიამ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა. რუსეთის მხარემ ჰააგაში საკუთარი პოზიციის გასამყარებელი არგუმენტაცია 2 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს. რუსული მედია კი საქმის სავარაუდო შეწყვეტაზე ალაპარაკდა. მიზეზად საქართველოს მხრიდან არგუმენტაციის უკმარისობა დასახელდა. რუსულმა სააგენტოებმა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტის ჰისასი ოვადას განცხადების საკუთარი ინტერპრეტაცია მოახდინეს. რია ნოვოსტის მიერ ორგანიზებულ მოსკოვი ჰააგას ტელეხიდის დროს ჰისასი ოვადამ პროცესის მიმდინარეობის მხოლოდ ფორმალურ პროცედურებზე ისაუბრა. საქმის შემდგომი მსვლელობისთვის აუცილებელია ორივე მხარემ საერთაშორისო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები და არგუმენტები წარადგინოს. ის რომ მხარეებმა შესაბამის ვადებში დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ, სიახლეს არ წარმოადგენს და ეს ორივე მხარისთვის წინასწარ იყო ცნობილი. ყველა ეს პროცედურა არის გაწერილი, ეს პროცედურა არის შეთანხმებული, სასამართლოს მიერ დამტკიცებული და ამ ეტაპზე საქართველოს ყველაფერი წარდგენილი აქვს, რისი მოლოდინიც იყო საქართველოსთან რომ წარუდგენდა და პრინციპში ველოდებით რუსეთის მიერ პოზიციების წარმოდგენას, რომ ჩვენ შევძლოთ შეპასუხება. საქართველოს ყველა შუალედური მოთხოვნა რომ დააკმაყოფილა ამას ადასტურებს წერილი, რომელშიც ჰააგის სასამართლო კმაყოფილებას გამოთქვამს ქართული მხარის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროულად წარდგენის გამო. რისთვის დასჭირდა რუსულ მხარეს საქმის შუალედურ ეტაპზე მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება. გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან საუბარში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი პროფესორი ანდრეას პაულიუსი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მთავარ ინსტრუმენტად საზოგადოებრივი აზრი მიიჩნევა. საქმე იმაშია, რომ ჰააგის სასამართლომ 15 ოქტომბერს შუალედური გადაწყვეტილება გამოაცხადა, რითაც რუსეთს მოუწოდა თავი შეიკავოს ყოველგვარი მასობრივი დისკრიმინაციისგან და მსგავსი ქმედებების მხარდაჭერისგან. სავარაუდოდ რუსეთის მხარემ საქმის წაგების რეალური საფრთხე იგრძნო და პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა მისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. პროფესორ პაულიუსის თქმით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმეთა მიმდინარეობისას. სასამართლომ გააკეთა პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილება და მან თქვა, რომ ეს კონვენცია ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით გამოიყენება. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. იმ შემთხვევაში თუ ჰააგის სასამართლომ რუსეთის მიერ ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები დაადასტურა, რუსეთის სახელმწიფოს ფინანსური სანქციები დაეკისრება, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირები სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან.